ენერგეტიკის სექტორში მომუშავე 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. შედეგად 535 მეგავატის პროექტები შეწყდება. ამ კომპანიების 1560 მეგავატი პროექტები კი განხორციელდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის ხდომაზე გახდა ცნობილი. მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო ჯერჯერობით არასაჯაროებს ადმინისტრირებული კომპანიებისა და პროექტების ჩამონათვალს. კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ჯარიმების ჩამოწერისა და უპერსპექტივო პროექტების დაბრუნების პროცესი ენერგეტიკის სექტორისთვის გაჯანსაღებისთვის უმნიშვნელოვანესია. ახლა კითხვა იმაში მდგომარეობს, რა ფორმით და პირობით გამოიტანს მთავრობა გამოთავისუფლებულ 535 მეგავატის პროექტებს ბაზარზე და რა სჭირდება სექტორს იმისთვის, რომ პროექტების დასრულება ამჯერად ვადებში შეძლოს და პირობით ჩამოწერილი ჯარიმები არ დაეკისროს. ეკა გაზდელიანმა მოისმინა შეფასებები და რომელსაც პირდაპირ ეთერში მოგვასმენინებს ეკა საღამოშიდობისა. მოგესალმები ელენე, ჯარიმების ჩამოწერის და პროექტების დაბრუნების პროცესი ცალსახად დადებითად ფასდება ენერგეტიკის კერძო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან. მათი შეფასებით ეს პროცესი უმნიშვნელოვანესი იყო დარგის გაჯანსაღებისთვის, სიმძლავრეების გამოთავისუფლების თვალსაზრისით, თუმცა ახლა სექტორში ელოდებიან თუ რა ფორმით და როგორ მოხდება გამოთავისუფლებული პროექტების შემდგომი რეალიზაცია და განხორციელება. ენერგეტიკის კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ დაელოდებიან ამ პროექტების გამოჩენას ბაზარზე, შეთავაზებას და შესაძლოა ინტერესიც გამოხატონ ამ პროექტების მიმართ. დღეს საქართველოში ფაქტობრივად არ არის დარჩენილი ლოკაცია, რომელიც რაღაცა ჯგუფის მიერ არ იყოს დაკავებული. ბევრი კვალიფიციური ინვესტორი არის დარგში და ბევრი მხოლოდ პროექტის რაღაცა ეტაპზე მიყვანის მერე გაყიდვას აპირებდა ამ პროექტის. არსებულმა ინვესტორმა თუ არ შეძლო განხორციელება, სხვა დაინტერესებული პირი თუ ეთმობათ უფლება, რომ ცნობა ქონათ ამ პროექტზე, სასახად თუ ესეთი პროექტი იქნება, ჩვენს დავინტერესდებით, რეალურად ესეთი პროექტები იქნება შინაარსობრივ ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, ჩვენთვის მისაღები თუ იქნება, ჩვენს დავინტერესდებით, რომ ამ ჩავარებული პროექტებიდან რომელიმეზე გამოვხადოთ ინტერესი. ეს პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. და რა თქმა უნდა მოხდეს ამ პროექტების რაღაცა ფორმით რეალიზაცია და შესაბამისად სახელმწიფო ხო რა მიდგომა ექნება ამ სიმძლავრეებს და ამ პროექტებს აუქციონზე გამოიტანს და რაღაც აუქციონის პრინციპით იქნება და ყველა მიიღებს მონაწილეობას თუ როგორ იქნება ჯერ არ ვიცით. ჯერ თვითონაც არიციან ასე ვთქვათ რა პრინციპით მოხდება ამ პროექტების გამოტანა. თუმცა მნიშვნელოვანი პროექტები არის ესეც და ხო დაველოდებით, იმიტომ რომ ინტერესი ბევრს აქვს ამ პროექტების განხორციელებას. ჩვენც გვაქვს ეს კითხვა კერძო სექტორსაც, რამდენად ექნება ახალ ინვესტორს უკვე იმისი შანსი და შესაძლებლობა, რომ ის გამოთავისუფლებული სიმძლავრეები აითვისოს. ამ თემასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ მოახლოეს პერიოდში გვექნება ჩვენ შეხვედრა, სადაც სწორედაც მთავარი კითხვა იქნება ეს. ჩატარდება ეს CFD აუქციონი, მესამე CFD აუქციონი თუ როგორი გზით მოხდება უკვე გამოთავისუფლებული სიმძლავრეების შეთავაზება ახალი ინვესტორებისადმი. ჯარიმების ჩამოწერასთან ერთად სექტორს აუცილებლად სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა, ასეთია განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის შეფასება. გრედაში აცხადებენ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი 1 მილიარდი ლარის ჯარიმების ჩამოწერა სექტორის გადატვირთვისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს შეღავათი ინვესტორებისთვის უკვე დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს, თუ 1500 მეგავატზე მეტი სიმძლავრის პროექტები არ აშენდება, ჩამოწერილი ჯარიმები 100%-ით აღდგება, ამიტომ სექტორისთვის საჭირო მხარდაჭერის გზებზე საუბრობენ ასოციაციაში, მათ შორის ბიუროკრატიული ბარიერების მინიმუმამდე შემცირება, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში დახმარება მთავრობის მხრიდან, მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა მომავალში იმისთვის, რომ ინვესტორებმა მშენებლობის დასრულება შეძლონ და ჯარიმები კვლავ არ დაეკისროთ, ეს ბიუროკრატიული ბარიერები უნდა მოიხსნას და ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგოს, ასეთია გრედას შეფასება. ეს მხარდაჭერა გამოიხატება ბიუროკრატიის მაქსიმალურად მინიმუმამდე დაყვანაში, მეორე ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობა, სამხარეო რწმუნებულების და მისი გუნდის გააქტიურება და ამასთანავე ფინანსური თვალსაზრისით ხელმისაწვდომობა, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყოფილ ფინანსებზე, ასევე ადგილობრივი კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე. ერთი ფანჯრის პრინციპი და ამასთანავე გაციფრულება ამ პროცესის. ინვესტორმა უნდა დაინახოს
კონკრეტულად მის მიერ გაკეთებული განაცხადი რომელი სამინისტროს განხილვაშია და რა არის ის კონკრეტული ვადა, რომელიც არის განსაზღვრული ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად. იმ კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ თუ ინვესტორი არ მიიღებს კონკრეტულ შენიშვნებს, რეკომენდაციებს, მაშინ თანხმობად განვიხილოთ ესა თუ ის დოკუმენტი. სექტორის წარმომადგენლები იმ პროექტების გადახედვის და გაცხრილის საჭიროებაზეც საუბრობენ, რომელიც 2CFD აუქციონის ჩატარების შემდეგ პირდაპირ მოლაპარაკებების გზით გამართულ შეხვედრებზე დაგროვდა საუბარი ეგრეთ წოდებულ მესამე რაუნდზე, როდესაც დახურულ კარს მიღმა გაფორმდა. ხელშეკრულებები ეგრეთ წოდებული PPA-ის სახელით და როგორც დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, ამან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა თავად ინვესტორებს შორის და სპეკულაციური ვითარება შექმნა და ამიტომ ამ პროექტების გაცხრილვა მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ საკითხებზე უფრო ფრთულად 19 საათზე ჩვენს შემაჯამებელ გამოშვებაში კი ამბობთ. მადლობა ეკა გაზდელიანს უსმენთ პირდაპირ ეთერში.